ღირსი პორფირი კავსოკალიველი. უხუცესო, თქვენ ყველასთვის ლოცულობთ, ვისაც კი ყოველდღე ხვდებით და ხედავთ. ვკითხე ერთხელ. დიახ, ყველასთვის ვლოცულობ, მათთვისაც, ვინც ჩემს უნახავად მიდის. ყველასთვის საერთოდ, მაგრამ ზოგიერთ სახელებით ვიხსენიებ. არ გღლით ამდენი ხალხი, როგორ უძლებთ? მიყვარან ისინი, ყველა მათგანის დახმარება მსურს, მაგრამ არ შემიძლია და ვწუხვარ. თელ დღეს გამუდმებით ვსაუბრობ, ენა მიშრება. დილის 4-5 საათიდან ვსაუბრობ. აი დღეს 5 საათზე მთაწმინდიდან ერთმა იღუმენმა დამირეკა. შემდეგ კრეტიდან მეუფემ დამირეკა. გუშინ წინ შუაღამეს წყნარი ზღვის ერთ-ერთი კუნძულიდან შეწუხებულმა მამამ დამირეკა. აქ კი ვარ, მაგრამ სულით იქ ვიმყოფები. თავის ქალიშვილებზე მესაუბრა. რჩევა მივეცი ერთ-ერთ საკითხზე და გაიხარა კაცმა. ვუთხარი, რომ კიდევ დაერეკა. მოდიან შორიდან, ალექსანდრიიდან და საბერძნეთის ყოველი მხრიდან, საზღვარგარეთიდანაც. სერიოზული პრობლემები აქვთ ადამიანებს. რა ვქნა, ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ შემიძლია საუბარი. ბრაზდებიან და ბუზღუნით მიდიან. პარაკლიტის მონასტრის იღუმენი ყველას მიღებას მირჩევს და მათთან მცირე საუბარსაც ლოცვა კურთხევის მისაცემად რაიმე მაინც რომ ვუთხრა. იცი, შეუძლებელია დიდძალი ხალხის დაკმაყოფილება. ამიტომ დღეს ზოგი წმინდანს მიწოდებს. ხოლო ხვალ შეიძლება ჟურნალისტებმა დაწერონ, რომ იგი ხალხს ვერ აკმაყოფილებსო, ან იტყვიან, რომ ხალხს აბნევსო. უხუცესო, ჩვენს დროში ანტიქრისტე რომ გამოჩნდეს, უფალი განსაცდელის დათმენის ძალას მოგცემს? კითხე ერთხელ უხუცეს პორფირს. უკე თუ აღსარებისას სინანული გვაქვს, მაშინ დათმენის ძალაც მოგვემადლება, მიპასუხა უხუცესმა პორფირმა. ერთხელ კითხე, სულის სარგორამ სიტყვა მითხარით. ვინც არ შეინანებს, მოკვდება. გიმეორებ, უნანელი ადამიანი წარწყმდება. სატანის და ჯოჯოხეთის ნუგეშინია. ჯერ სიყვარული და შემდეგ სხვა ყოველივე, შემაგონებდა უხუცესი. აი ნახე, ჯოჯოხეთიც, სატანაც და სხვა ყოველი, ეს რეალური რამეებია. მიუხედავად ამისა, არ მინდა რომ შენ მათი გეშინოდეს, ან გამუდმებით ფიქრობდე ამაზე, რასაც შენ აკეთებ. მინდა რომ ქრისტე შეიყვარო, რომელიც ყველაფერია, და მაშინ სადაც არ უნდა იყო, ამ ყველაფერს არ შეუშინდები. შენ ყოველი სიკეთე გექნება, აქაც და იქაც. რა თქმა უნდა, რომ ქრისტე ჩვენ გველის და როგორც კი ოდნავ გავუღებთ გულის კარს, უმალ შემოდის მასში და მაშინ ჩვენ ყოველივე გვაქვს. ის ხომ მზის მსგავსია, შვილო ჩემო, და როგორც კი ფანჯარას ოდნავ გადაუწევ ფარდებს, მზის სინათლე და სხივები უმალ აღწევენ ოთახში და გვათბობენ. ხშირად ამბობდა უხუცესი, გირჩევთ, რომ მუდამ გეპყრათ სიყვარული და მერე სხვა დანარჩენი. ჩვენ გულის უბრალოებით უნდა გვიყვარდეს და ზუსტად ასევე უნდა ვლოცულობდეთ კიდეც. არ მინდა ღვთის წინაშე სიკვდილის შიშით რომ წარსდგეთ. პირიქით, მსურს რომ ღვთისადმი დიდი სიყვარულით აღესრულებოდეთ. ეს არის უმაღლესი, შვილო. ბოლო ჟამისთვის მისი ნიშნებისა და ანტიქრისტესთვის კი ნუ დამწუხრდებით. უწყოდეთ, უკე თუ ჩვენში ქრისტეა, ანტიქრისტე ვერანაირ ბოროტს, მცირედსაც კი ვერ შეგვამთხვევს. ყურადღება არ მიაქციო ეშმაკს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევ, იგი მით მეტად გიახლოვდება. თუ გინდა ბოროტი მოიცილო და განაგდო, საერთოდ ნუ შენიშნავ მას და მის მიმართ მხოლოდ სიძულვილია მართებული. ასე თუ მოიქცევი, დემონი ნელ-ნელა უკან დაიხევს და ბოლოს სულაც გაიქცევა. წმინდა ჯვრის ნიშნის შემდეგ, ეშმაკის წინააღმდეგ უგულვებელყოფა და არად ჩაგდებაც ყველაზე დიდი იარაღია. მათ პატიოსანი ჯვრის ეშინიათ. შეიძლება ითქვას, რომ ჯვრის წინაშე ძრწიან და მისგან პანიკური შიშით გარბიან, მაგრამ უყურადღებობასაც ვერ იტანენ, რადგან ამპარტავნები არიან. როცა სიძულვილს გრძნობენ,
სატანა ბრაზისგან მდგომარეობიდან გამოდის. მისი დაცემის მიზეზი ხომ ამპარტავნება იყო, რისთვისაც იგი დღემდე იტანჯება და დასჯილია. მრავალი ადამიანი და ქრისტიანებიც კი ეშმაკის არსებობას არ აღიარებენ, მაგრამ მისი არსებობის უარყოფა შეუძლებელია. მე მჯერა ეშმაკის არსებობა და უნდა ითქვას, რომ ეშმაკის არსებობის უარყოფით გამოდის, რომ სახარება უარიყოფა. ძე ღვთისა ხომ იმისთვის გამოგვეცხადა, რათა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ეშმაკებსაც სწამთ ღმერთი და ძრწიან მისგან. განა ამ მუხლებში თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკის განქარვებაზე არ არის თქმული. ჩვენ ვერ უარყოფთ ეშმაკის არსებობას, რომლის საქმეთა დასარღვევადაც მოვიდა ქრისტე მაცხოვარი. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეშმაკისა და მისი ცვიერებისთვის ზედმეტი ყურადღების მიპყრობის ნაცვლად საკუთარი ვნებების განჩხრეკით დავკავდეთ და ქრისტეს სიყვარულს შევუდგეთ. ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა ონისიმეს კანონის შემდგენელი. მტკიცითა სიბრძნითა შენითა ონისიმე, საცთურის მახეები დაამხვე, ღვთისმოსაობისა საჭურველითა სძლიე ესრეთ ღვთივ გამბრძნობილო. ყოველ სიტყვას დააკვირდით, საცთურის მახეებიო. ესე იგი მაცთური მახეებს ქსოვდა და აგებდა, ხოლო წმინდა ონისიმემ თავისი სიბრძნით იგი დათრგუნა. წმინდა ონისიმე ქრისტეს მსახურებდა, უფლისადვი ჰქონდა ლტოლვა. სატანა საცთურის მანქანებას თხზავს, ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ, თუ როგორ აგებს მაცთური ქსელებს. ქრისტეს მხურვალე სიყვარულით სულიერი ძალა ბოროტის ქსელებს ირიდებს და ქრისტესთან მიემართება. ეს სხვა, უფრო კეთილშობილური გზაა. მაგრამ მტერთან შეტაკება საკუთარ თავზე ზეწოლაა, ძალდატანებაა და დამთრგუნველია. ქრისტეს სიყვარულში კი ძალდატანება თავზე ზეწოლა არ არის. სულის ძალა იოლად იცვლის ფერს. არაა საჭირო, რომ მტერს იმავე იარაღით მთელი ძალით აღუდგეთ წინ. იგი არად უნდა ჩააგდოთ, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მტრისადმი ეს გულგრილობა დიდი ხელოვნებაა, ხელოვნებათა ხელოვნებაა. მხოლოდ ღვთის მადლის წყალობით შეიძლება მისი მიღწევა. ბოროტის წინააღმდგომა უსისხლოდ და უჭირველად იძულებისა და დაძაბულობის გარეშე ღვთის მადლით ხდება. იმის თქმა მსურდა, რომ ეშმაკს მრავალი მზაკრული ხრიკი აქვს, საშინელებაა. ამიტომ ჩვენც უნდა შევიმუშაოთ თავდასაცავი, სჯულისმიერი ხერხები, ცბიერების გარეშე, რათა ბოროტის ქსელები გავანადგუროთ. პავლე მოციქულიც ამასვე არ ამბობს ეფესელთა მიმართ. რამე თუ არა არის ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინადადგომად დღესა მას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდეთ, რაითას დგეთ. როდესაც ღვთის ყოვლად საჭურველით შევიმოსებით, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი მისაღწევია. ღვთის მადლში რომ ვიქნებით, მაშინ ყოველივე იოლია, მაშინ მეტად თავისუფლები ვართ, მეტად ძლიერნი, ღვთის მადლი დაგვიფარავს. თუ ვიღვაწებთ და ქრისტეს მხურვალე წადილი გვექნება, ღვთის მადლით აღჭურვილები საფრთხეს განვეშორებით და ჩვენს დანახვაზე ეშმაკი უკუნ იქცევა. მე უბადრუკინამ დაბალი სიყრმიდან ასე ვიქცეოდი და საკმაო გამოცდილებაც მაქვს. ბოროტის ქსელებზე და მახეებზე ფიქრი არ მსურდა. ყურადღებას არ ვაქცევდი მათ, მაგრამ დასაწყისში სხვაგვარად ვიქცეოდი, ვწვებოდი და ვამბობდი, რომ მკვდარი ვარ. თავს ვაიძულებდი სიკვდილის ხსოვნას. დემონები მოდიოდნენ და შიშით ვამბობდი, სიკვდილის ხსოვნა გქონდეს მუდამ, ტანჯვა გახსოვდეს.
მერე უარი ვთქვი ამაზე, ესეც გამოვცადე. დამწყებისთვის ესეც შეიძლება, მაგრამ მოშიში იგი არასრულ არს სიყვარულსა ზედა. წმინდა ავგუსტინე წერს, გულის თქმები მიპყრობენ და მათთან საუბარში ვებმები. ხედავთ აქ ძველი ადამიანი ახალს ესაუბრებოდა, ქრისტეს ადამიანს ელაპარაკებოდა. მე არ მიყვარს ძველ ადამიანთან საუბარი, იგი უკან მეკაჩება, ანაფორით მეზიდება, მაგრამ მე იქვე ქრისტეს ვუწვდი ხელს და ამგვარად ღვთისმადლით ძველი ადამიანისადმი სიძულვილს ვიჩენ, მასზე არ ვფიქრობ. როგორც ყრმა იწვდის ხელებს თავისი დედისკენ და მასთან ჩახუტებას ესწრაფვის, მეც ასე ვიქცევი. ეს საიდუმლოა, არ ვიცი გესმით თუ არა ამ თემის მთელი სინატიფე. მადლის გარეშე ძველი ადამიანისგან განშორებას თუ ეცდებით, მაშინ ვერ წარემატებით. მაგრამ მადლში მყოფს ძველი კაცი უკვე ვეღარ გეხებათ. ჩვენში ყოველთვის არის ძველი კაცი, ყველაფერი ცოცხლობს ჩვენში, ყველაზე ცუდიც კი, იგი არ იკარგება, მაგრამ მადლის მიერ ფერს იცვლის და გარდაიქმნება. და მოაკვდინენ ხორციელნი ბნებანი ჩვენი, რათა ძველისა კაცისა განძარცველთა ახალი შევიმოსოთ და შენ და ცხოველ ვიყვნეთ მეუფისა და მზრუნველისა ჩვენისა. ქრისტეს სურს რომ შევუერთდეთ მას და ჩვენი სულის კართან გველოდება. ღვთის მადლის მიღება ჩვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ ღვთის მადლს ხელეწიფება ჩვენი შეცვლა. ჩვენი თავით არაფერი შეგვიძლია. მადლი ყოველივეს მოგვანიჭებს, ჩვენ კი ვეცადოთ ჩვენი ეგოიზმი და თავის მოყვარება დავამცროთ. ვეცადოთ თავმდაბალნი ვიყოთ, ვეცადოთ ქრისტეს მივენდოთ და ყოველი წინააღმდეგობა გაქრება, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი. გაიხსენეთ პავლე მოციქული, რომელიც ამბობს, უბადრუკი მე ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკვდილისათა. იგი ამას იმიტომ ამბობდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ დასაწყისში გრძნობდა, რომ მის სულს სიკეთის ქმნა არ შეეძლო. იგი ჩადიოდა ბოროტებას, რომელიც მას არ სურდა. რამე თუ არა რომელი იგი მემნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი იგი მძულს, მას ვყოფ. ბოროტის სული მიდიოდა, რათა იგი განეშორებინა მისი მცდელობისგან. მიდიოდა და აშინებდა მას, ეუბნებოდა, რომ შენ მოკვდები, მაგრამ როდესაც მის სულში მადლი დაემკვიდრა, მაშინ ყველა სიძნელე განეშორა და მან აღბრთოვანებით აღმოთქვა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. რამე თუ ჩემდა ცხოვრება იქ ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ. ხედავ, არც სიკვდილი, არც ჯოჯოხეთი, არც ეშმაკი. დასაწყისში იგი სიკეთის ქმნისთვის იყო უძლური, შემდეგ კი ბოროტისთვის შეიქნა უძლური. მას არ შეეძლო, არ სურდა ბოროტის ყოფა. მისი სული განიღმრთო, ქრისტეთი აღივსო და მას არც ფიქრი შეეძლო, არც საკუთარ თავში სხვა რამის დატევნა. ღვთის მადლით ყოველივე შესაძლებელია. ღვთის მადლით ქრისტეს მოწამეები წამებისას ტკივილებს არ გრძნობდნენ. ღვთის მადლით ყველაფერი უმტკივნეულო ხდება. აი ეს ლმობიერი საშუალება გამოიყენეთ. ნუ ეცდებით სიბნელის, ბოროტების განდევნას. სიბნელესთან შებმით ვერაფერს მიაღწევთ. წყუდიათში ხართ და მისგან თავის დაღწევას ცდილობთ. რას აკეთებთ? თქვენი ძალით განაგდებთ წყუდიათს, მაგრამ იგი არ მიდის. სინათლე გინდათ, გახსენით ხვრელი და სინათლის სხივი შემოვა, ნათელი მოვა. ნაცვლად იმისა, რომ წყუდიათი განდევნოთ, მტერი გააგდოთ, ჩვენში რომ არ შემოვიდეს, განიπყარით ხელი ქრისტეს შესავრდომად. ეს ყველაზე უფრო სრულყოფილი საშუალებაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბოროტს პირდაპირ არ შეებრძოლოთ, არამედ ქრისტეს შეიყვაროთ და მისი ნათელი, მაშინ ბოროტი უკან მიიქცევა.